აი ჩვენ სადაც გვეპატიჟებიან, ხო? სულ აი გუშინ დაიწყოთ, გუშინ წინ ბულგარეთში პროტესტი ბიუჯეტის განხილვაზე. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ ხარ ვსაუბრობთ მოლდოვაზე და არ ვსაუბრობთ, ესე იგი, უკრაინაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე, რომელმაც უკვე შეამცირა მთელი რიგი ხარჯები და რამაც გამოიწვია სოციალური პროტესტი. რატომ შეამცირა, ხო? ეს თუ ეკონომიკური პრობლემა არის. ზრდაც რაც შეეხება, იქ ძალიან მარტივი ის არის რა, რომ როდესაც გასაგებია რომ შენ არ უნდა შეედარო შენგან რაღაც რადიკალურად განსხვავებულ მაგას საფრანგეთს არ უნდა შეედარო გერმანიას ზომა წონა ყველაფერი სხვა მაგრამ შენ შეგიძლია შეედარო შენ მსგავს ქვეყანას მაგალითად ბალკანეთის ქვეყნებს ხო ხო შეგიძლია შეედარო ხორვატიას და ასე რომლებიც არიან ევროკავშირში და ნახოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ნახო და ნახო ზოგადად რა პრობლემებია იქ და რა პრობლემები არის შენთან ნახავ რომ შენთან ძირითადად რაღაცა ისეთი პრობლემები არის რომელიც ნუ რაღაცა ისე დაკავშირებულია უნდა აშენდეს თუ არა ქალაქი და რაღაცა ეგეთი საკითხი არის და იქ არის ეკონომიკის იმაზე დაღმასვლაზე საუბარი და იმაზე რომ რაზე შევამციროთ ხო ანუ ორი ეკონომიკურ თვალსაზრისით მე პოლიტიკურ თვალსაზრისით ამას ვაცილებ რა ეკონომიკურ თვალსაზრისით აბსოლუტურად სხვა დისკუსია ჩვენთან და აბსოლუტურად დისკუსია ანუ შენ გაქვს დისკუსია როგორ განვითარდე და იმას აქვს დისკუსია რომ როგორ რაზე დავზოგოთ ხო ეს აბსოლუტურად სხვადასხვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმიტომ რომ ზოგადად არ არსებობს ჯადოსნური რაღაც განვითარების გზა არსებობს მონაცემები არსებობს ეკონომიკური ზრდის მონაცემები როდესაც ევროკავშირის ან რომელი რაღაც პროდასავლელი ადამიანს იკითხები უნდა ძალიან მარტივი რაღაცა კითხო რით იზრდება ესე იგი შენი პოლიტიკის მიხედვით როგორ გაიზრდება ქართული ეკონომიკა ხო ეს უნდა იყოს ქართული შენი ქვეყნის ხო შენი ქვეყნის როგორ გაიზრდება შენი ქვეყნის აი პროდასავლური რაღაც პოლიტიკოსი რო გამოვიდეს ხო და თქვა ემიგრანტების მოძალება რო გაქვს რუსულ ენერგომატარებლებს რო არ ყიდულობ და აი როგორ გაიზრდება მართალია აქ თავარი მომენტი არის ასევე ის რომ აი ეს უნდა ითქვას რა რომ ჩვენ არა ვართ რაღაცა ამოვარდნილი ერთ ქვეყანა ჩვენ ვართ ერთი დიდი ევრაზიული ამ შემთხვევაში აი ბიჭადესკი ამბობდა ესე იგი ევრაზიული ბალკანეთს ხო ყაზახეთიდან ბალკანეთამდე ტერიტორიის ნაწილი ვართ აი ეს ტერიტორია არის ერთი სივრცე. ჩვენ თუ გონია რომ იქ პაკისტანსა და ავღანეთში რაღაცა ხდება და ეს ჩვენ არ გვეხება, ძალიან ვწდებით რა. ეს არის ერთი სივრცე, სადაც აუცილებლად სადაც კონფლიქტი იქნება, მაგრამ ახალი კონფლიქტის ლოგიკა რას გვეუბნება? ახალი კონფლიქტის ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ სადღაც რადგან ეს არ იქნება ისეთი ომი და არ იქნება აშკარად ისეთი ომი როგორც მეორე მსოფლიო ომი იყო, იქნება ცივი ომის მსგავსი კონფლიქტების ზონები. ეკონომიკური ომი. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე ქვეყნები დაიყოფენ ორ ნაწილად. არ უნდა მოხდეს ვიეტნამიზაცია შენი ქვეყნის, არ უნდა მოხდეს ფინეთიზაცია. ჩვენ უნდა ესე იგი მივხვდეთ, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ფინეთიზაცია. ფინეთიზაცია რას ნიშნავს? შენ ვაჭრობ საბჭოთა კავშირთან, ვაჭრობ დასავლეთთან. შენ ნეიტრალური სტატუსი. შენ არა მარტო ჩვენ შემთხვევაში ბუფერობა არ ნიშნავს მარტო არ ნიშნავს ნეიტრალიტეტს. ბუფერობა ნიშნავს იმას, რომ შენ გესმის დიდ სახელმწიფოებს რა ინტერესები აქვს და აბალანსებ ამ ინტერესებს. ეს არის დამაბალანსებელის ლოგიკა გაქვს და მარტივია რა რომ ეხლა არის მაფიოზებს შორის ომი და ადგილი სადაც მაფიოზები ერთმანეთს არ კლავენ არის ეკლესია ხო ესეთი დაუწერილი კანონია ხო ჩვენ უნდა ვიყოთ ეს ეკლესია სადაც ეს ადამიანები ერთმანეთს არ მოკლავენ აი ეს უნდა მოვილაპარაკოს სოფლიო რომ კურორტი დაუძახოთ დატო იარაღი მომზადდი სიამოვნე ხო მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა შვეიცარიაც ეგეთი არის ხო ჩვენ ძალიან ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ აი ნახოთ რა რომ საქართველოს რო იყოს ისეთი დიდი ქვეყანა რა ვიცი მარტო შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ერთიანი სისტემა ქონდეს ხო კიდე სხვა პოზიციები შეიძლება მაგრამ არ არის ესე არსებობს აზერბაიჯანი რომელიც რაღაც ცოტა უცნაურ პოლიტიკას ატარებს იქ პაკისტანის ბაზა იქ თურქული ძალების გაძლიერება და ვერ ვენდობით იმ ასევე ისრაელთან არაფუჭებს თურქეთს ირანთან თუ დაძაბული ურთიერთობები ანუ რას ვამბობ რომ ვერ დაამყარებ ვერ მიყვები ბოლომდე აზერბაიჯანს ვერ გექნება არც არის საჭირო ამიტომ შენ უნდა გქონდეს ისეთი მომენტი მარტო შენი ინტერესებზე იყო ორიენტირებული